გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, სტუდიაში ვართ მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ დაზიანებულ პლანეტებზე და ამ სიტყვა ზოგადად დაზიანება რას ნიშნავს და ხშირად მესმის დაზიანებული მაქვს ეს, დაზიანებული მაქვს ის და რეალურად რასაც მე დავეჯახე და შენც მე მგონი რომ არასწორი ხედვები აქვს ამ დაზიანების არასწორი ხედვები და რას უძახიან დაზიანებას. ნუ ზოგადად რას უძახით რეალურად ასტროლოგიაში დაზიანებას. დაზიანებას უძახით, როდესაც პლანეტა არის განდევნის ან დაცემის ნიშანში და პლანეტას აქვს მხოლოდ დაძაბული ასპექტები მძიმე პლანეტებისგან, მარსისგან, პლუტონისგან, სატურნისგან, მხოლოდ დაძაბული ასპექტები, მაგ შემთხვევაში ვხმარობთ სიტყვას დაზიანება. დაძაბული კვადრატი, ოპოზიცია ზოგჯერ შეერთება, ხო, ზოგჯერ შეერთება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაზიანება რეალურად ასტროლოგიაში არც ისე დაზიანება, როგორ ჟღერს რა და სინამდვილეში ყველა იმ პრობლემურ წელწილს, რომელიც არის ასტროლოგია, ყველასა გვაქვს ეს დაზიანება, იმიტომ რომ ყველასა გვაქვს დაძაბული ასპექტები და დამიჯერეთ ჩემ გამოცდილებას დაუჯერეთ, რომ დაძაბული ასპექტები ცუც არაფერს არ ნიშნავს. და ნიშნავს ცოტა სხვა რაკურსში უნდა წავიკითხოთ ეს დაძაბული ასპექტები, ამიტომ დღეს აი ამ თემებზე ვისაუბრებთ რა. მიდი დაიწყე შენ და მე გავახცე. ზოგადად პრაქტიკაშიც ძირითად შემთხვევაში, როდესაც უფრო დაძაბული პლანეტები ან დაზიანებებია, ესეთი ადამიანი ყოველთვის უფრო აქტიურია, ყოველთვის უფრო მიმწოლია, ქმედით უნარიანია და აქვს უნარი გადალახოს დაბრკოლებები და წინააღმდეგობები. ეხლა რო დაინახავენ ხოლმე რაღაცა პლუტონის კვადრატია, სატურნის კვადრატია, ეშინიათ ხოლმე, არ მოწონთ ხოლმე დამწყებ ასტროლოგებს, თუმცა ეს არ არის. ჯობია რომ კვადრატები გქონდეს რუკაში, შერეული ასპექტები ჯობია ზოგადად, ვიდრე სულ ჰარმონიული რუკა გქონდეს, აი მაგალითს მოგიყვანთ ახლა, მაშინ რო ვნახეთ, რომ ეს ცეცხლის დიდი ტრიგონი იყო და არანაირი დაძაბული ასპექტი. როგორ ცხოვრობდა ადამიანი, ხო? კი, ადამიანი ცხოვრობდა საერთოდ მინიმალიზმით რა, არაფერი მიღწევები, არაფერი მიზნები, კმარობდა იმას, რაც ჰქონდა. ამ დროს რუკას რო ჩავხედეთ, ჩვენ გგონია რომ რაღაცა ვენერა, სატურნი, ნეპტუნის რამე დაუკვადრატი. გადავხედეთ ერთმანეთს და დავიწყეთ სიცილი. იმიტომ რომ ეს იყო ესეთი აშკარა მაგალითი იმისი, რას ნიშნავს ასტროლოგიაში არის ასეთი გამოთქმა დაზიანება ჰარმონიული ასპექტებით. გაზარმაცება, ჰარმონიული ასპექტები გვაზარმაცებს. დაზიანება ეს არის გაზარმაცება და ეს არის ის, რომ ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად, იმიტომ რომ ჰარმონიული ასპექტები ასტროლოგიაში, განსაკუთრებით ტრიგონები, ეს არის ის ასპექტები, რომელზეც ჩვენ ვისვენებთ, რომელზეც ჩვენ არ გვინდა მოქმედება, არ გვინდა მიღწევები, ჩვენ გვინდა წამოვწვეთ იმ ასპექტზე და დავისვენოთ. ეს ასპექტი მოცემულია იმისთვის, რომ რეალურად მოქცეს სტრესისგან დაცვა. და წარმოიდგინეთ, როდესაც საერთოდ არ აქვს სტრესული ასპექტები, საერთოდ არ აქვს კვადრატი, რომელსაც უყვარს მოქმედება, ნახეთ და მე ლექციებზე ყოველთვის ამ მაგალითს ბავშვებს უყვები, რომ შვილი მივიდა მამასთან და ეუბნება, რომ მამა მე უნდა გავხდე მხატვარი და მამა ეკითხება, რატო უნდა გახდეო მხატვარიო და იმიტომ რომ ხატვა ვიციო და მამა პასუხობს, რომ როცა შენ იტყვი, რომ ხატვის გარეშე შენ არ შეგიძლია ცხოვრება, მაშინ გახდები მხატვარი. აი ეს არის ზუსტი აღწერა კვადრატის, იმას, რაცაც ჩვეულებრივი ადამიანები დაზიანებას უძახიან. ანუ ეს არის ის მოქმედება, რომელიც გვიბიძგებს ქმედებისკენ. ასევე ოპოზიცია, როცა გვაქვს, ოპოზიცია ეს არის გამოწვევა ყოველთვის. ეს არის უკმაყოფილება, ეს არის შენ ხედავ სხვა პერსონას, რომ იმის ცხოვრებაში სხვანაირად ხდება. ის შემდგარია, ის რა ქვია, წარმატებულია, ხო, ის რა ქვია, ჭკვიანია შენზე დაუშვათ და ეს
შენთვის გამოწვევა, რომელიც იწვევს მერე შინაგან დაძაბულობას, რომელიც გიბიძგებს ქმედებისკენ. აი ეს დაძაბული ასპექტები, რასაც დაზიანებას უძახის, ზუსტად ასე მოქმედებს. ამიტომ ნებისმიერი დაძაბული წერტილის, იქნება ეს ასპექტი, იქნება ეს ლილიტი, იქნება ეს კვანძები თუ რა, ამას ჭირდება პროფესიული განვითარება და უშუალო დაკავება ამ ასპექტებით. აი ისევ მაგალითზე წავალ, ანუ წეგან ახსენეთ, რომ აი ვიღაცას უყურებ და შენს გინდება, იმას არც უნდებოდა, იმიტომ რომ იყო თავის რაღაცა იმ ჰარმონიულ სტიქიაში. ოღონდ ახლა იმას გეტყვით ნიშნებს, ანუ ლომში იყო სტელიუმი, მზე მერკური, მარსი შეერთებული. ტრინით იუპიტერთან ვერტში, სატურნთან მშვილდოსანში, მთვარე იდგა ტყუპებში სექსტილით ლომის პლანეტებთან. მეტი არაფერი მთვარის ფაზაშიც არ გაუმართლა, ბოლო ფაზაზე იყო, ვერ აქტიურობდა. და ანუ ადამიანი ესე მინიმალისტურად ცხოვრობდა. ეხლა იმ დიდი ტრიგონი ზოგადად ენერგიას კრავს და შინაგანად კეტავს. იმ დიდ ტრიგონში რო ყოფილიყო ერთი კვადრატი, ის კვადრატი გახდებოდა რუკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. და ადამიანი შეძლებდა იმ ცეცხლის დიდი ტრიგონის ენერგიის გამოვლინებას და რეალიზაციას, რაც ვერ მოახერხა. ამიტომ აუცილებელია ნახეთ, არ შეიძლება რაღაცას გავექცეთ რუკიდან. ნებისმიერი ელემენტი ჩვენ რუკაში არის სიუჟეტი. და შესაბამისად, როცა გვაქვს სიუჟეტი, იმ სიუჟეტს ვერ გაექცევი. ადრე თუ გვიან დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში განხორციელდება აუცილებლად ეს სიუჟეტი. და შესაბამისად, ხო, აუცილებლად უნდა დავკავდეთ ამ ასპექტებით. დაუშვათ, თუ გვაქვს სიტყვაზე მარსი სატურნის ოპოზიცია რუკაში, რას გავექცე? ქმედებას გავექცე? არა, უნდა დავტვირთო ეს მარსი ისე, რომ სატურნის რეალიზაცია მოხდეს. ანუ წავიდე პირიქით, წავიდე სახელმწიფო სტრუქტურაში, ამ მშენებლობაში, ან ნებისმიერ იერარქიულ თემაში, მეცნიერებაში და ასე შემდეგ. ნუ გააჩნია რა ნიშნებია და რა. აი, ყველაზე რთული დაზიანება არის ის, როდესაც დაუშვათ პლანეტას აქვს ოპოზიცია, მაგრამ კონფიგურაციულად, ანუ ამ ოპოზიციიდან, ანუ დაპირისპირება, არ გამოდის სამკუთხედი, ან ოთხკუთხედი, ან სარიელი ოპოზიცია. მაგ შემთხვევაში ეს არის რეალური დაზიანება, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში რთულად ხდება ამ ოპოზიციის გაცნობიერება, ძალიან ტანჯველად ხდება ადამიანისთვის და მაგ შემთხვევაში არის ეს დაზიანება. ხო, ადამიანი ხან ერთ პოლუსზე გადადის, ხან მეორე პოლუსზე ბალანს ვერ იცავს, ოპოზიცია რა თქმა უნდა. მე რომ მკითხო, უასპექტო პლანეტა უფრო მეტი დაზიანება სიტყვაზე, ვიდრე ნებისმიერი ასპექტებით პლანეტა და ამის თუ თქვენ გაინტერესებთ ასტროლოგია და მეტნაკლებად ერკვევით, შეხედეთ ცნობილი ადამიანების რუკებს. როგორი დაძაბული ასპექტებია. ხო, აი უასპექტო რატოა უფრო დაზიანება, ხო? ანუ პლანეტა იმ ნიშანს რა შინაარსიც აქვს, ვერავლენს ვერანაირად უჭირს გამოვლინება, ან პერიოდული გამოვლინება. არაადეკვატური. ხო, არაადეკვატური პერიოდული გამოვლინება. ყოველთვის არის პლანეტის გამოვლინების მეთოდი. იქ ურანის კვადრატიც რო იყოს მაგალითად მერკურიზე, ადამიანი იმ თავის აზრებს გამოავლენს ცოტა ინოვაციურად, არაორდინალურად, ვიდრე ის რო შახტაში იყოს და ვერანაირად ვერ გამოავლინოს და არაადეკვატურად გამოვლინება. ანუ თქვენ უნდა მიხვდეთ ერთ რაღაცას, რომ ის ასპექტარული დაზიანება, ეს არ არის ის დაზიანება, რომლის ჩვენ გამოყენება არ შეგვიძლია. პირიქით, ეს უნდა იყოს გამოყენებული, მაშინ დაზიანება, რასაც თქვენ უძახით დაზიანებას, ანუ უკვე თქვენ გამოიყენებთ თქვენ სასარგებლოდ და მე უკვე დიდი ხანია და იციან ჩემმა სტუდენტებმა, მაგალითად ტრანზიტიც რო არის დაძაბული ასპექტით უმაღლესი პლანეტის, მე აღარ უყურებ, იქ ჰარმონიული ასპექტია თუ დაძაბული ასპექტია. ასპექტია და დაძაბულ ასპექტზე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შედეგი და როგორც წესი დაძაბულ ასპექტებზე ვაღწევთ შედეგებს. კიდე რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაზიანება? ხო, ანუ ბევრი მაგალითად პლუტონის ასპექტების ეშინიათ, მაგალითად ხშირად როცა ნათობებთან არის, რაღაცა საბედისწერო მდგომარეობა გონიათ, ხშირად მოუწერიათ, რომ აი მზე პლუტონის კვადრატი მაქვს და ხო არ მოვკვდები და მსგავსი შინაარსის მესიჯები ხშირად მომსვლია ხოლმე. ჩემზეც მაგალითად ერთადერთი კვადრატი აქვს პლუტონთან. ანუ ყოველთვის ასპექტი თუ რეალიზდება პროფესიულად და თემატურად იტვირთება კარგად. ჩემს შემთხვევაში ახლა მზე მე-12 სახლში დგას და პლუტონი მე-8 სახლშია კვადრატით, ხო? ანუ რა სფეროებში ვარ დაფარული თემები, ეზოთერიკა და მსგავსი სივრცე. ანუ ამ კვადრატის ენერგია მე-12 მე-8 სახლის თემებში მშვენივრად რეალიზდება.
ერთია გარემოებები რას გაძლევს ახლა იქ მაგალითად არის ეს საბედისწერო მომენტებიც, ხო? მამასთან ურთიერთობას ბავშვობაში როგორი გქონდა, ვერ დაამუშავებ და ვერ გაექცევი, მაგრამ როდესაც უკვე იზრდები და ასპექტის ენერგიას აცნობიერებ, რაში გიშლის ხელს, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს ენერგია პლუტონის კვადრატს თუნდაც ძალიან დიდი ინტენსიური ენერგია მოაქვს. ან პოზიტიურად მივმართოთ, ან არის საბედისწერო სიტუაციებიც, რა თქმა უნდა არის კარმული სიტუაციები, ეხლა მაშინ საიდან მოდის დაუშვათ იქ, ხო, პატარა ასაკში რო ემართებათ ბავშვებს, ხო, ისა. რა თქმა უნდა არის საბედისწერო სიტუაციები და თითო კონკრეტული შემთხვევაა გასარჩევია ცალკე, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ის ჩვენ გვინდა რომ ამ დაძაბულმა ასპექტებმა არ დაგვანგრიოს, პირიქით უნდა დავტვირთოთ და არა გავექცეთ, იმიტომ რომ ბევრჯერ გამიგია მე სიტყვაზე ისეთი თემა, რომ აი აქ ეს დაუშვათ გაქვს, აი ეს ოპოზიცია გაქვს, ამ ნიშნებს გაეკეცი, ამ თემებს გაეკეცი, ძალიან ხშირად არის ლილიტი რომელ ნიშანშიც არის, ლილიტი რომელ ნიშანშიც არის, იმ ნიშნებს გაეკეცი, ვერ გაიქცევი. ვერ გაიქცევი, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ვერ გაიქცევი, პირიქით უნდა გააცნობიერო ეს მომენტი და უნდა დატვირთო. ნუ შეგვიძლია ჩვენ დავუშვათ 1-2 ყველაზე ესეთი მძიმე ასპექტი გავარჩიოთ. კი, ეგეც გავარჩიოთ და აი კიდევ მნიშვნელოვანია, რომელი პლანეტის ასპექტზე ვსაუბრობთ. ეხლა რომელი ჯობია, თუ არა ნეპტუნის ტრინი, თუ არა ნეპტუნის კვადრატი, რო გქონდეს, ხო? ანუ ტრინმა კი შეიძლება ეს შემოქმედებითი უნარები მოგვცეს, დახვეწილი აღქმები მოგვცეს. კი, კვადრატიც მოგვცემს, მაგრამ ნახეთ, ნეპტუნი რა არის? ნეპტუნი არის ილუზორული სამყარო. ადამიანმა ტრინის შემთხვევაში თან ტრინი მუდმივი ასპექტია, ხო? შეიძლება მუდმივად იყოს შინაგანად ილუზორულ სამყაროში, მუდმივად მოშვების მდგომარეობაში და კვადრატი ამის საშუალებას არ მოგვცემს, იმიტომ რომ სტრესულ სიტუაციებს გაჯახებს. ან მაგალითად ნეპტუნი რა არის? ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მავნე საშუალებები. სტრესულს კი არა, ანუ ქმედებას გაიძულებს. ჩაგაყენებს ისეთ სიტუაციაში, სადაც მაგალითად მოგატყუებენ და შენ იძულებული გახდები, ხო, რომ ამაზე კონდეს ემოციური რეაქცია და შესაბამისად მე იძულებული გახდები, რომ გააცნობიერო ეს ფაქტი და ტრინზე საერთოდ უბრალოდ ვერც იგრძნობ ამას, მე ორჯერ სულ ცხოვრებაში შევხვდა ისეთი კონფიგურაცია, რომელსაც ქვია დავითის ვარსკვლავი. უიშვიათესი კონფიგურაცია, შედგება 2 დიდი ტრიგონიდან და გარშემო სექსტილებით. და ნუ რო შევხედე ამ კონფიგურაციას, ანუ შურით მოვყოდი მეთქი დედა რა კონფიგურაცია, ამის მეოთხედი მომცა მე. და სინამდვილეში რეალურ ცხოვრებაში რა იყო, იცით? არაფერი. ანუ თავისი საკმარისი რესურსი ჰქონდათ ამ ადამიანებს, კმაყოფილები იყვნენ იმ რესურსით. არა ანუ ეს ერთი შვილი ყავდა ამ ქალს, არაფერი არ აინტერესებდა დედამიწის ზურგზე, არავით არის კომფორტის ზონაში იყო და არაფერი იმაზე მეტი არ ჭირდებოდა. შესაბამისად, არაფერი მიღწევები არ ქონდა. ნუ რა გითხრათ, ეხა მისი არჩევანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს ჰარმონიული ასპექტები აბსოლუტურად არ არის გარანტია მიღწევების. კი, ნიჭი არის, პოტენციური ნიჭი, რომელსაც ძინავს და რომელსაც გახსნა უნდა და ხსნის მარტო დაძაბული ასპექტები ამ ნიჭს. შრომის უნარიანობას გაძლევს მარტო დაძაბული ასპექტები. კი. აი ეს მთვარე ნეპტუნის თემას რო გავყვეთ მაგალითად, მთვარე ნეპტუნის ტრინზე ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ძალიან დიდხანს აიტანოს ალკოჰოლი, ტრინია. ხო, ანუ იტანს ორგანიზმი. ან სხვადასხვანაირი რაღაც მავნე საშუალებები. კვადრატის დროს შეიძლება ბევრი ალკოჰოლი მიიღო და გქონდეს ინტოქსიკაცია. ანუ შენ ბიოლოგიური ორგანიზმი ვერ ადაპტირდება ამ ნეპტუნის თემასთან და ტრინმა შეიძლება უფრო შექსვას ნარკოტიკებზე და სასმელზე, ვიდრე მთვარე ნეპტუნის კვადრატმა. რა თქმა უნდა, თავისუფლად, იმიტომ რომ ტრინი არ გაწუხებს, ვერ გრძნობს, ადაპტირდები ადვილად. და ასე შემდეგ რა, ამიტომ აქ კიდე საკითხავია რა ჯობია, მე გეტყვით რა ჯობია. ჯობია შერეული ასპექტები. ჯობია იყოს ერთ პლანეტას ჰქონდეს დაძაბული ასპექტებიც და ჰარმონიული ასპექტებით. თუმცა მარტო დაძაბულიც რო ჰქონდეს ასპექტები, ხო ესეც არ არის რაღაცა კატასტროფა. ეხლა მე მაქვს მაგალითად ჩემ მთვარეს აქვს მარტო დაძაბული ასპექტები. ჰარმონიული, ну ძალიან რო გავწელო, შეიძლება ვთქვა რომ ზესთან ისიც ვერა. ანუ
ანუ დაძაბული ასპექტებია. კი, ემოციურად მარტივი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ის თემაა, რომელიც არ მასვენებს ცხოვრებაში და მაიძულებს, რომ წინ ვიარო. დღესაც ვიარო წინ. აი ესეთი თემა ის ამიტომ ძალიან ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც გეუბნებათ, რომ აი ამ თქვენი დაძაბული პლანეტების თემას უნდა გაექცეთ. თუ შეგვიძლია კიდე მაგალითი მოვიყვანოთ რა. ხო, აი მარტივად რო გითხრათ, ტრინი არის ნიჭი, სექსტილი არის შესაძლებლობა, რასაც გარემო გვაძლევს, კვადრატია ქმედება და ოპოზიცია არის ისეთი მოქმედება, რომელსაც გარემოება გვაიძულებს. ხო და როდესაც მაგალითად გვაქვს ტრინი და სექსტილი, აი მაგალითად სინთეტური სამკუთხედი გვაქვს ესეთი კონფიგურაცია, ხო? ანუ შინაგანი დაძაბულობა ადამიანს მაღალი აქვს ოპოზიციით, თან აქვს ნიჭი ტრინით და თან აქვს გარემოებები და შესაძლებლობები იმისი, რომ ამისი რეალიზაცია მოახდინოს. ხო, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ერთ-ერთი კარგი კონფიგურაციაა ჩემი აზრით. ამიტომ ნებისმიერი რუკიდან შეიძლება იყოს გამოსავალი. ეხლა მე შემხვედრია ესეთი რუკები, სადაც თითქმის ასპექტები არ არის, მარტო შეერთებებია და ანუ იქ სხვა გამოსავალია, რა თქმა უნდა, იქ სხვანაირად საუბრობთ ეხლა ამის გაშიფრებას. შეერთებების დროს მაგალითად, შეერთებას ბოროტი პლანეტის დაზიანებად ითვლება, მაგალითად, აი მარსი თუ ერთდება ბევრ პლანეტას, მაგრამ ესეთ ადამიანს შეიძლება იმისი უნარი არ ქონდეს, რომ რაღაცა ბევრი ნიჭები ქონდეს და ბევრ რაღაცას მიედმოედოს, მაგრამ აქვს უნარი, რომ ერთ რაღაცაში ჩადოს ძალიან დიდი ენერგია, კონცენტრირდეს კონკრეტულ რაღაცაზე და კონკრეტულ იმ ერთ რაღაცაში ქონდეს ძალიან დიდი მიღწევები. ეს შეკვრას ვეძახით მაგას. ხო, შეკვრა საინტერესო კონფიგურაცია ძალიან. ხო, ნუ პრინციპში აი ეს არის, ეხლა თითოეულ პლანეტაზე რა თქმა უნდა, ეხლა მაშინ ლექციების კურსი გამოგვივა თითოეულ პლანეტაზე რო ვისაუბრობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდგომა არის ასეთი. შეგვიძლია უმაღლესი პლანეტის დაზიანებაზე ერთი გადაცემა გავაკეთოთ შემდგომ. პირადი პლანეტების უმაღლესიდან მაგრამ აი უმაღლესი პლანეტების ნეგატიური ასპექტები, ურანის როგორ მუშავდება, ნეპტუნის, პლუტონის და ესე შემდეგ. კარგი, თუ იქნება ამის გამოხმაურება, შემდეგში გავაკეთოთ. დაგვიკომენტარეთ და თუ ეს თემა გაინტერესებთ, მაშინ გავაკეთებთ სიტყვაზე პლუტონის დაძაბულ ასპექტებს ყველა პლანეტებთან, პირად პლანეტებს გულისხმობ რა. მაშინ ამას გავაკეთებთ და ეხლა რაც შეეხება უბრალოდ დაზიანებულ პლანეტებს, პრინციპში ეს უნდა დაიმახსოვროთ, რომ საპანიკო აქ არაფერი არ არის. ხო. აი. გინდა რამის თქვა? არა. კარგი, დავასრულოთ. ნახვამდის. ნახვამდის, კარგად იყავით.